იკავე ფუძესთან. საღამოშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია რადიო სივრცე FM 98.5. მე გახლავართ ეკავე ფუძე, ჟურნალისტი და კვლავ თქვენთან ერთად ჩემი გადაცემით, მოკლედ ბევრ თემაზე ვისაუბრებთ დღეს, როგორ განვითარდება ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირება, მთავარი თემა მსოფლიო მედიისთვის და არა მარტო. შტატებს არ აქვს ჯერ მკაფიო პოზიცია ჩაერთვება თუ არა კონფლიქტში, ამასობაში კი სატელეფონო საუბარი შედგა ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის, განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ პარალელურად ჩრდილოეთ კორეამ ფხენიათთან ახლოს მდებარე სუნანის რეგიონიდან 10-ზე მეტი მრავალჯერადი რაკეტა ისროლა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და აღარ ჩანს ასევე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონტურები. მოკლედ უკიდურესად იწყება ვითარება მსოფლიოში, ევროპარლამენტში კი საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობით არიან ძალიან შეშფოთებულები, ისევ რეზოლუციებს იღებენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერთან ერთად, ამტკიცებენ, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება იზღუდება და ტრადიციულად ქვეყანა მიდის რუსეთისკენ, თუმცა არ ყოფილა აქაც ერთსულოვნება და ევროპარლამენტის დარბაზში იყვნენ ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ რეზოლუციის სულისკვეთება არა სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, არამედ ლეგიტიმური მთავრობის დამხობაა. როგორ არ უნდა იქცეს მხარეთ საქართველოს ირან-ისრაელის ომში, დაიხურა თუ არა მისთვის ნატოს კარი უკრაინასთან ერთად და რატომ უტევენ მას ევროსტრუქტურებიდან, ასევე საშინაო საკითხებზეც ვისაუბრებთ, ეს იქნება ჩვენი დღევანდელი თემა საუბრის, ჩემს სტუმართან ერთად ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანია დღეს ჩვენი სტუმარი, მე მას მივესალმები საღამოში. გამარჯობა. ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. პირველ რიგში მოდით საუბარი დავიწყოთ მოკლედ ამ რეზოლუციით, რომელიც დღეს მიიღო ასევე ევროკავშირმა და ძალიან საინტერესო არის ამ რეზოლუციაში ევროპის საბჭო უკაცრავად და ძალიან საინტერესოა მოკლედ ჩანაწერი ამ ევროპის საბჭოს რეზოლუციაში, რამდენიმე ჩანაწერია, ზოგადად როგორც ქვია ალბათ იცით ხო, ამ რეზოლუციას მედიასთან არის დაკავშირებული, მზია ამაღლობელთან და აქ არის მოთხოვნა გათავისუფლების რამდენიმე პირის, მათ შორის დაპატიმრებულია იმ ოპოზიციის ლიდერების და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ასევე. სხვათა შორის NGO-ების თემა არის დამატებული, იქ შესწორება შეიტანეს და შემდეგ ეს შესწორება ბოლოს უკვე რომ მათ მოეთხოვათ გასაჯაროება თითქოს ამ ინფორმაციის მათი ბენეფიციარების და ესეც არის აქ ჩამატებული, ასევე ბოკუჩავას კვრის გატაცების საკითხიც და არის მოკლედ და აღარ საუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, მედიის შეზღუდვაზე და ასე შემდეგ. თქვენ პირველი შეფასება ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით. ეს მე რამდენი რეზოლუცია უკვე ჯერ ეს თავარი ის არის, რომ მე მგონი რაც დათვლილი მაქვს, ეს უნდა იყოს წესით მე-6-ია რა. კი, მე-6-ია, მართალი ბრძანდებით. ანუ ესენი არიან დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში, რუსეთს რო სანქციებს უწესებენ. ეხლა მე-18 პაკეტი ხო მზადდება. დიახ. ჯერ არ დაუწესებიათ ეს მე-18 პაკეტი და ამ სანქციების პაკეტების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება აგრესორი ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლები თვითონ ევროკავშირიდან. ევროკავშირი უფრო მეც უხდის რუსეთს აგრესიისთვის, ვიდრე უკრაინას თავდაცვისთვის. ფაქტიურად აქ ჩვენ საქმე გვაქვს რაღაც აცდენილი ორი აცდენილი სამყაროს, ორი აცდენილი რეალობის რაღაც შემთხვევასთან. იცით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ევროპის საბჭო ამ რეზოლუციების მიღებით არ არის დაუშვათ ისე რომ მოვალეობას იხდიდეს ვინმეს წინაშე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვთქვათ, რომ იქ 100 და 200 და გინდა 300 ევროსაბჭოს წარმომადგენელი მოსყიდულია და ასე შემდეგ. აქ საქმე გვაქვს უბრალოდ რაღაც იყვნენ მოწინააღმდეგეებიც, რომელიც გამოვიდნენ იქ სიტყვით და თქვეს, რომ პარალელურ რეალობასთან. ანუ ისინი ცხოვრობენ რაღაცა სამყაროში. მათთვის არ არის არც დაუშვათ მიმდინარე ორი სრულფასოვანი ომი, ერთი პირდაპირ ევროპის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ევროპაში, უკრაინის მიწაზე პროქსი ომი, ნატოს ქვეყნებს და რუსეთს შორის თვითონ აღიარეს ხო, რომ ეს პროქსი ომია. არ არის არც მზარდი კონფლიქტი, რომელიც სულადვილად შეიძლება რომ გადაიზარდოს, ბეწვზე კიდია შემთხვევა, რომ გადაიზარდოს ეს
ნუკლეარულ ომში და კაცობრიობის მომავალი დადგეს საერთოდ კითხვის ნიშნის ძალიან რთულ ვითარებაში მაგრამ მათ ძალიან ადარდებთ ესე იგი ლიბერალური გამოცემლობა ბათუმელების რედაქტორის ქალბატონის საქციელზე რომელიც კანონის მიხედვით აბსოლუტურად კანონიერად იხდის სასჯელს რომ მან ხელი დაარტყა პოლიციელს და საინტერესოა ბატონო მოდი წავიკითხავ ჩანაწერი მასთან დაკავშირებით სიამაღლობასთან დაკავშირებით იყო ასეთი რომ ის ისჯება კორუფციის გამოაშკარავებისა და 20-24 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელების კი ბატონო და კორუფცია თუსადმე გამოაშკარავდა საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების დონორი ორგანიზაციების მიერ მოსყიდვით კორუფციით და სხვადასხვა სქემებით ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციური კვაზი მედიების დაფინანსებით რომლებიც საარჩევნო ციკლის დროს უკვე საარჩევნო წლის მოახლოების დროს ესე იგი შესაბამისად იზრდება ხოლმე მათი დაფინანსება და ისინი იყენებენ ამ მედიას და ამ აქტორებს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისათვის და ჩვენ ნახეთ რომ ყველა არჩევნების შემდეგ მოყოლებული 2012 წლიდან არ აღიარებენ შედეგებს ამასში ხელს უწყობს მათ მიერვე ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერვე დაფინანსებული მედია საშუალებები რომლებიც ახლა თითქოს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის დაპატიმრებული მას სხვა მუხლი აქვს წარდგენილი ხო არა ამას გულისხმობს სხვა მუხლი აქვს წარდგენილი და რეზოლუციაში არის სულ სხვა რამე დიახ სხვა მუხლი აქვს წარდგენილი თუმცა მას მიმართეს თავის დროზე რომ მას შეეძლო დაუშვათ რომ მორალურად გადაედგა ნაბიჯი იმისკენ რომ ეთქვა რომ არ არის სწორი და არ არის კარგი როდესაც მედიის წარმომადგენელი ვინც არ უნდა იყოს ის და როგორც არ უნდა საქართველოში ჟურნალიზმის დამფუძნებელი იყოს გინდა არჩილ ჯორჯაძე იყოს და გინდა ვის რომ არ შეიძლება რომ წესრიგის დამცველს საქართველოში მიხვიდა და ხელი დაარტყა და მე თქვა რომ მე ახლა ჟურნალისტი ვარ და ხელი არ მახლოთ არა რა ადეკვატურია სასჯელი ალბათ ამაზე არის აქ საუბარი რომ ეს სასჯელის ადეკვატურობა არის სხვა სასჯელის ადეკვატურობას განსაზღვრავს სამართალი საქართველოში საკმარისად ჰუმანური სამართალი არსებობს მაგრამ მას მიმართეს და უთხრეს რომ შენ თუ ამას დაუშვათ მოინანიებ შენ საქციელს ახლა ჩვეულებრივი ენით რო ვთქვათ მაშინ ჩვენ ამას გავითვალისწინებთ და იქნება მასთან იქნებოდა სხვანაირი მიდგომა რა კანონი კი არ ეუნება რომ მოინანიე ახლა მონანიება კანონში არ წერია შიგნით მაგრამ აქ იყო ლაპარაკი იმაზე რომ როდესაც მიდიოდა ძიების პროცესი და თავიდან დასაწყისში როდესაც უნდოდათ რომ ამისგან შეექმნათ რაღაცა კუმირი რომელიც აი ის არის ქალი თან მებრძოლი ქალი რაღაც რომელიც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის და პრესის თავისუფლებისთვის იბრძვის და ჩაგრულია აღმოსავლურ დესპოტიურ იმაში რა ქვია მასკულინურ საზოგადოებაში მათ ეს შეუძლიათ რომ შექმნან და ეხლა იქაც ესე გაყიდიდნენ რომ აი ქალი ზის ციხეში რომელიც მაგრად იბრძვის იქ და ჟანა დარკია და სიტყვას იცავს და ასე შემდეგ სიტყვის თავისუფლება საქართველოში არის საკმარისად დაცული და ჟურნალისტების უფლებებიც არ იზღუდება ისე როგორც ამას ზღუდავენ იმ ქვეყნებში სადაც დაუშვათ აი ავიღოთ ჯულიან ასანჟი რომელსაც მთელი მსოფლიო ესე იგი იმის მაგალითად შეიძლება დევნილობის მაგალითად შეიძლება რომ განვიხილოთ არა ეს კაცი რომელმაც გამოიტანა ფარული მიმოწერები სხვადასხვა პოლიტიკური და ფინანსური წრეებისა ერთმანეთში და რომელ ადამიანსაც გამოცხადებული იყო ნადირობა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მთელი აწლეულების განმავლობაში. ასე რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას დაცვა, რა თქმა უნდა, ჭირდება, ამისთვის არის შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები ჩვენთან სათანადოდ და კარგადაა დაცული და ქართველი ჟურნალისტებიც
სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ მოყოლებული ჯერ კიდევ იმის დროს, რა ქვია, საბჭოთა კავშირის დროს გახსოვთ თქვენ ნაზი შამანაურის შემთხვევაც და შემდეგ სხვა ჟურნალისტები, რომლებიც 90-იან წლებში, როდესაც ხმელაპურის შოვნა ჭირდა, მაშინაც იყვნენ ჟურნალისტები. მაგრამ აქ საუბარი ამ აქციებზე ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაზარალდა, ხო? იქ ძალიან მძიმე დაზიანებებიც მიიღეს წარმომადგენლებმა და ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ჩვენ შემდეგნაირად. ეს აქციებზე დაზარალება ჟურნალისტების არის ძალიან ცუდი, მაგრამ აქციებზე ძალიან დაზარალდა სახელმწიფოც, მეც დავზარალდი, ჩვეულებრივი მოქალაქეები დაზარალდნენ, რომლებიც იყვნენ იმ ტყუილის მსხვერპლი, ჩვენ ვართ ტყუილის მსხვერპლი. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო საქართველო არის ტყუილის მსხვერპლი, და ეს ტყუილი ვინ შექმნა? ეს ტყუილი შეიქმნა იმ მასმედიების საშუალებით, რომლებიც პარტიულად არიან მიკერძოებული იმ პარტიაზე, ნაციონალურ მოძრაობაზე და მის ლიდერებზე, რომლებიც ახლა თითქოს და პოლიტპატიმრები არიან, თითქოს ამ თინა ბოკუჩავას ქმარი, ახლა ვის რაში ჭირდება იმის მოტაცება ერთი, იმას რაღა მოტაცება ჭირდება. ხო, აქ გაურკვეველი ვითარება ამ საკითხში მე მგონი თავადაც დაიდნენ. სააკაშვილზე ხო გარკვეულია. სააკაშვილთან დაკავშირებით ხო, ეს როდესაც თქვენ ახლა საუბრობთ და სააკაშვილი ავიღოთ მაგალითად და მისი გათავისუფლების მოთხოვნა, რომელიც არაერთხელ ჩაიწერა, ხო, ამ რეზოლუციებში და მართლა გარკვეული საკითხებია, და სტრასბურგს აქვს ხომ გამოტანილი განაჩენი ამ ადამიანთან დაკავშირებით და საუბრობთ, რომ აი როდემდე უნდა გაგრძელდეს კიდე რაღაცა დავიწყეთ საუბარი და გაგეღიმათ ამ რეზოლუციაზე. უკვე აღარ შეიძლება ამაზე სერიოზული მჟღერობა ჭირს. ეს რეზოლუციაზე ცხება, ბატონო, ეს როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და იქ ეწეროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ეს როდემდე შეიძლება გაგრძელდეს, იცით რა არის ხოლმე ეს? ანუ ზღვარი რა არის? ხო მე ხო ხედავენ რა რეაქციები არის ხოლმე საქართველოს შიგნით თუ ვერ ხედავენ არ მეცნიერებს? საქართველოს შიგნით ახლა ისინი ნაკლებად იყურებიან, თქვენ საქართველოს შიგნით კი არა, თქვენ ნახეთ ტაკერ კარლსონის და ერთ-ერთი სენატორის დიალოგი გუშინ, როცა იყო ეს დიალოგი ირანთან დაკავშირებით, თუ არ ვიცი მსმენელებმა იციან თუ არა უნდა ვთქვათ ეს. რომ ამ სენატორს ეკითხება ტაკერ კარლსონი ირანთან დაკავშირებით. და ეს სენატორი ვინ არის, ესეც ვთქვათ, ეს არის ლინსი გრემის მარჯვენა ხელი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ომის მომხრე რესპუბლიკელია სკოტიში. დიახ, რესპუბლიკელი. და მათ მძევლად იქცა ის იდეალები, რომელი იდეალებსაც აყენებდნენ თავის დროზე წინა პლანზე ძალიან მენიშნა, არ ვიცი თქვენ როგორი აღქმა გქონდათ, აი წარმოდგენა რომ მართლა ადამიანები, რომლებიც რეზოლუციებს იღებენ თუ რაღაცას აკეთებენ უცხო ქვეყანაში, სრულიად წარმოდგენა არ აქვს იმ ქვეყანაზე. როგორც აი ამ სენატორს კი ბატონო, ანუ არიან ადამიანები, რომლებიც წვეტენ რაღაცა ის მიიღონ თუ არა რეზოლუცია და ამ რეზოლუციას ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც ჩვენ ვართ და ისეთ დამოკიდებული, თან ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, ქართველები, რომ ძალიან ემოციური და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, თუ სხვები რას ფიქრობენ ჩვენზე. მე მგონი უფრო ვანიჭებდით ადრე ვიდრე ეხლა მე შეება ეს დაბეჭდილებას და მოგეთ ამ სენატორთან დაკავშირებით კარლსონი ეკითხება, რომ რამდენი მილიონი ცხოვრობს ირანში და მან თქვა, რომ არ იცის ეს ციფრი. ანუ ეს კაცი ბოდის გიხდით, მე ეს კაცი მხარს უჭერს და ითხოვს პირდაპირ დაჟინებით თავის ლინსი გრემთან ერთად, ითხოვენ, რომ დროულად დაიწყოს ირანის დაბომბვა. და დიალოგში შედის, აი როგორც მე და თქვენ საუბრობთ, ესე ზიან პირდაპირ ეთერში და ეკითხებიან მას, რომ თქვენ მხარს რო უჭერთ ირანის დაბომბვას, თუ იცით თქვენ რამდენი მილიონი კაცი ცხოვრობს ირანში. არ ვიციო. რატო უნდა ვიცოდეო მე რამდენი მილიონი კაცი ცხოვრობსო? ირანში. ანუ ეს ხალხი, რომლებიც სხედან ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, რომლებიც თავის ქვეყნებიდან არიან იქ მივლენილი, რომლებიც თავის ქვეყნებში ხშირად არჩევნებს წააგებენ ხოლმე და იქ სხედან მე ევროპის პარლამენტში, ისე როგორც ვიოლა ფონ დე კრამონი გახსოვთ თქვენ აქ რო დადიოდა ხოლმე მიტინგებზე ქალბატონი. სად არის ეს ვიოლა ფონ დე კრამონი? ეს ვიოლა ფონ კრამონ, ხო? ფონ დერ ლაიენია, კრამონი მეორეა. ფონ დერ კრამონი აქ დადიოდა მწვანეთა პარტიიდან იყო ევროპარლამენტის წევრი. ფონ დერ ლაიენის ხარი და კრამონის პარტიამ საერთოდ წააგო არჩევნები და იქ ვერც ერთ მიწაზე შიგნი იმაში მუნიციპალურ არჩევნებში ერთი პარლამენტარიც აღარ ყავთ მაგათ. ამიტომ იქ სხდომა ადამიანებს, რომლებიც არიან ეს რასა იუკნევიჩიანე და ვიღაცა მარგარეტა რაღაცა რა
ჩვენ ძალიან იმათ აღვიქვავთ, რომ ეს ადამიანები გონიათ, რომ აი იციან იმათ საქართველოში რა ხდება, იციან იმათ ვინ არის მზია ამაღლობელი, გაზეთი რესპუბლიკელები თუ რა ქვია იმ გაზეთს ბათუმელები, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი განშტოება ეგა, რომელსაც აფინანსებდნენ სხვადასხვა საელჩოები და USAID და სხვადასხვა ეს ორგანიზაციები, არა? ანუ მათ ჩვენ ვანიჭებთ ძალიან გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობთ. ქართული საზოგადოება უნდა იყოს ორიენტირებული და ძალიან დიდი საშიშროებების წინაშე ვდგავართ ჩვენ. ძალიან დიდი საშიშროება. რამდენად სერიოზულად შეიძლება აღვიქვათ ჩვენ ევროპის საბჭოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ახლა მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისას დღე-დღეზე წინ მიიწევს, აი დღეს მე დაახლოებით 1 საათნახევრის წინ მქონდა შეხვედრა, რაღაც საქმიანი შეხვედრა მქონდა უკრაინელთან, რომელიც აქ რაღაც ბიზნესს აწარმოებს იმასთან და იმან მითხრა, რომ ის არის უკვე იქიდან ჩვენ გამოვედითო უკვე რა ფაქტიურად ხალხი გადის იმ ქვეყნიდან საერთოდ იცით და თან ამ ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე რაღაც მიავიწყო და ეს საერთოდ ისრაელიდან ირანი უფრო შორია ვიდრე საქართველოსთან ირანი აგერ არის ყურიზილში და ჩვენ ამას უნდა უყუროთ ამ ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე ვდგევართ ჩვენ და ჩვენი მთელი გონება არის მიმართული იქითკენ ის რა ქვია რას მიიღებენ ის საბჭოში მსხდომი დეპუტატები იქ იქნება ეს რეზოლუციები ბატონობიძენა იმდენად ასეთი ნეგატიურია ეს არ აზარალებს ჩვენს ქვეყანას ეს რაღაცა აისახება კარგი როდესაც ჩვენ ესე ლაპარაკობენ ხო ესეა რა არ არის კარგი ეს რომ საქართველოსთან დაკავშირებით სადმე ვიღაცა ესეთ რეზოლუციებს იღებს რასაკვირველია ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გეთანხმებით მაგრამ არ შეიძლება რომ ჩვენ ერთ-ერთ ჩემ მეგობარს უყვარს ესეთი რაღაცა გამოთქმა რომ აი აბა უყვარვართ იმა თუ არ უყვარვართო რაღაცა არ არის ეს მოლოდინი რომ ჩვენ ევროპას უნდა უყვარდეთ გვაფასებდნენ არ უნდა ველოდოთ აი რატო ველოდებით როცა იმ ხალხმა ჩვენ გვითხრა რომ ნატოში ვერ მიგიღებთ უკრაინა დაიცალა სისხლისგან დაიცალა ადამიანებისგან ქვეყანა გაასწორეს მიწასთან ეგ ქვეყანა ხო აღმოსავლეთ ნაწილი ყოველ შემთხვევაში ეხლა უნებიან რომ ვერ მეგიღებთ ნატოში ხო რუკას რო დავხედოთ მე ეხლა თქვენთანაც და სხვა მასმედიაში სადაც მე მაგხოლმე ამის საშუალება სულ ყოველთვის რომ დავხედოთ რუკას შევხედოთ რუკას რუკა არ არის როგორც მაგარი მოქართულეები ამობ დავხედოთ სად ვართ ჩვენი მეზობლები არიან სხვა ქვეყნები და ჩვენი იდეალები არიან სხვა ქვეყნები ეს ორი შეუთავსებელი რაღაცაა ჩვენ ვართ აქ ცხოვრობ ჩვენ 1000 წლეულები აქ ცხოვრობთ ვინმე კი არ ჩამოგვასახლა აქ 100 და 200 წელი ვერავინ გადაგუდგამს აქედან ეს არის ჩვენი ტერიტორია ხო და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენ მეზობლებთან ხელახალი ურთიერთობა ჩვენ უნდა გამოვნახოთ ჩვენი ოქროს შუალედი აქ ცხოვრებისათვის და იმისთვის რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა გააგრძელონ საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყნის შენება და განვითარება სულ გადარჩენაზე არ უნდა ვიფიქროთ და ვიტიროთ. მაგრამ აი ეხლა არის თუ არა ზუსტად ეგ ვითარება, რომ ძალიან გრძნობიარია ვითარება. ხო ჩვენს გარშემო როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ ვითარებაში? დღეს ირანის ელჩმაც საქართველოში ჟურნალისტებთან გააკეთა გარკვეული განცხადება, გააცნო ჟურნალისტებს მოკლედ ირანში ვითარება და თქვა ასეთი რამ, რომ ირანი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, აი 2006 წელს, როდესაც იყო გაზის პრობლემა, ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს გაზი და დაუდექით გვერდით, ну, აი ეს ნათქვამი იყო, თუმცა ზედმეტი არაფერი მოუყოლებია ელჩს. ჯერჯერობით საქართველოს მხრიდან რაღაცა მკვეთრი განცხადება, რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ გაკეთებულა. როგორ ფიქრობთ თქვენ? როგორი უნდა იყოს პოზიცია? ეს ძალიან რთული საკითხია. პოზიცია როგორი უნდა იყოს? ჩვენ ფაქტიურად ეს ისეთი კონფლიქტია, რომ ჩვენ ამ კონფლიქტზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ საიდან ვერ მოვახდენთ. ჩვენი პოზიციონირება ამ კონფლიქტში ისტორიული მეგობარია ჩვენი ისრაელი. ჩვენი და ნეთანიაჰუს განცხადებაც გვახსოვს, ხო, აი რამდენიმე ხნის წინ. ისტორიული მეგობარია ჩვენი, ესე იგი ირანზე ამბობ? ის რა ქვია, ისრაელი, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ყველაზე დიდი სიწმინდე, ხო? მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ისრაელთან სხვა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ. ჩვენი მეზობელია და ისტორიულად ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ჩვენ კულტურაზე დიდი გავლენის მომხდენი ქვეყანაა ირანი, რომელთანაც ისტორიულად წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები ჰქონდა ჩვენ, მაგრამ
დღესდღეობით საქართველოში მე ერთი კაცის არ მეგულება, რომელიც მიესალმება იმას, რაც ახლა ირანის საში ხდება და ირანის თავს ხდება ეს დაბომბები და რაღაც. მაგრამ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენი შესაძლებლობები არის ძალიან შეზღუდული. ჩვენ დიპლომატიური გავლენა არ გვაქვს, ჩვენ არც ატომური ბომბი გვაქვს, არც იმ ქვეყნების ჯგუფს ვეკუთვნით, რომელსაც გამოხატული რეაქცია აქვს ამ კონფლიქტზე. ჩვენ არ ვართ დაუშვათ არც რომელიმე ნატოს წევრი ქვეყანა, რომ რაღაც ვალდებულებები გქონდეს და ამის გამო ჩვენ გამოხატავდეთ აუცილებლად ჩვენ დამოკიდებულებას და რომელიმე მხარის გვერდით ვიდგეთ ამ სისხლისღვრელ ომში. ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ჰუმანიტარულ დახმარებებში, ჰუმანიტარულ აქციებში. ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭიროთ მშვიდობისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს, როგორც უკრაინის ომში, ასევე ირან-ისრაელის დაპირისპირებაში, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე ინიციატივით გამოვიდეთ და დავიწყოთ დაუშვათ ვიღაცის დადანაშაულება ან გამართლება, იმიტომ რომ ეს ისტორიული კონფლიქტია, იცით, ეს არ არის 10 წლის, ყველა კონფლიქტს აქვს თავისი წინაპირობა და ყველა კონფლიქტი არ წარმოიშობა არ საიდან, რომ ერთდილით გაიღვიძა ორმა ადამიანმა ან ორი ქვეყნის მთავრობამ და ერთმანეთს დაუწყეს ბომბების სროლა რა. პოლიტიკოსის პროფესია ის არის, რომ არ უნდა დაუშვას ომი, ან რამენაირად უნდა ეცადოს, რომ არ შევიდეს ქვეყანა ისეთ ტურბულენტურ და ისეთ კონფრონტაციულ დამოკიდებულებაში მეზობელთან ან სხვა რომელიმე ქვეყანასთან, ეს იქნება იდეოლოგიური თუ სამხედრო დაპირისპირება, რომ იქ არ მოხდეს ისეთი უბედურება, რა უბედურებას ტრიალებს დღეს ისრაელში და ირანში. ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია რომ დავიკავოთ რომელიმე დაუშვათ თქვათ რომ აი დაუშვათ ეს მართალია ან ეს ტყუის. ხო? ქართულად ეს არის ეროვნებად შორის სამართალი, გერმანულად ფოლკერრეხტლიში, რასაც ქვია, ერთი ქვეყანა მეორეს არ უნდა ბომბავდეს. პირველი რომელიც იწყებს ომს დაუშვათ მეორის წინააღმდეგ, ეს არის დარღვევა იმის რა ქვია ეროვნებად შორისო სამართლის. თუ ეროვნებად შორისო სამართალი დაარღვია რუსეთმა, როდესაც დაესხა თავს უკრაინას, იმასაც ჰქონდა წინა პირობა იმ იმ ომს, რაც უკრაინაში. ასევე უკვე ძალიან გაცხადდა, ხო? ასევე დაარღვია ისრაელმა ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ამ დროს ირანს პირდაპირ კონსტიტუციაში უწერია, რომ ისრაელის სახელმწიფო როგორც ესეთი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწის. ანუ და გასაგებია ისრაელის შიშები და სიფრთხილეც. ამიტომ აქ ჩვენი პოზიციონირება ამ ესეთ საკითხებში ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ შიდა პრობლემები გვაქვს ჩვენი ქვეყნის. ჩვენ მეზობლებთან გვაქვს მოუგვარებელი პრობლემები, საზღვარი არ გვაქვს განსაზღვრული და კანონიერად დადგენილი თურქეთის გარდა არც ერთ ჩვენ მეზობელთან. სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი არ გვაქვს გამიჯნული ჩვენ. საზღვრები დაუდგენელი გვაქვს. ამაშია საქმე, რომ ჩვენ არც სამხედრო პოტენციალი, არც ეკონომიკური პოტენციალი, არც პოლიტიკური კუთვნილება არ გვავალდებულებს იმას, რომ წინა ხაზზე გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეხა შენ არა ხარ მართალი, შენ მართალი ხარ და ვინც არ არის, ვინც მართალია, მე ამას უჭერ მხარს და ეხლა ამასთან ერთად ამას აკეთებენ ალბათ ის ძლიერი ბირთვული სახელმწიფოები და ის სახელმწიფოები ვინც არიან აი უყურეთ თქვენ არსებობს ესეთი ხატოვანი გამოთქმა რომ ისრაელს არ აქვს ატომური იარაღი, მაგრამ ის მას გამოიყენებს თუ საჭირო იქნება. მის ერთ-ერთ ძლიერ პოლიტიკოს ეკუთვნის ესა რა, ვინც ეს თქვა. მაგრამ ამავდროულად პირველივე დაბომბვის ღამეს, უпроსოდ მეორე დილით, პაკისტანმა, რომელიც არის მუდმივად მოკავშირე ირანის, პაკისტანმა გამოაცხადა, რომ ჩვენ დგევართ ირანის გვერდით. პაკისტანი არის ოფიციალურად არის ატომური ქვეყანა. მე არ ვიცი ხა გამდიდრებული ურანი აქვს თუ არა იმას, რა ქვია, ირანს, მაგრამ პაკისტანის განცხადება იყო იმის ნიშანი, რომ თუ ვინმე ატომურ იარაღს გამოიყენებს ირანის წინააღმდეგ და მიიღებს საპასუხოს, არ არის აუცილებელი, რომ ირანი იყოს იმ ჩამონათვალში, რომელსაც აქვს ატომური იარაღი. მე უჭერ მას მხარს და შეიძლება რომ ეს ჩემგან იყოს გაკეთებული. ამას ჩრდილოეთ კორეამ, ანუ დღეს მაგალითად სი ძინპინმა და პუტინმაც გამართეს ერთმანეთთან სატელეფონო საუბარი. აქ იკვეთება ცოტა ესეთი არის. ხო, იმიტომ რომ რუსეთს არ უნდა რომ ყველა ხიდები დაწვას ტრამპთან. ძალიან
ძალიან ისე ამერიკული კაუბოის იუმორით თქვა იმან, რა ქვია, ტრამპმა, რომ იმან თავის საქმეს მიხედოს, ჩემ მოლაპარაკებებში ნუ ერევაო, მაგრამ რუსეთი უფრთხის მაინც იმას, რომ ყველა ხიდი დაწვას დაუშვათ ტრამპთან მოლაპარაკებებისათვის უკრაინის კონფლიქტზე და აქედან გამომდინარე რაღაცა კოალიცია, აქეთ უკვე ნელ-ნელა თითქოს რაღაც კონტურები ჩანს, ხო, არა? ისრაელის უკან დგას ზესახელმწიფო თავისი უძლიერესი ეკონომიკით, თავის ძალიან ძლიერი სამხედრო ფლოტით და ასევე ინგლისის კორონა. ეს არ არის სახუმარო ამბავი, ეს არ არის დაუშვათ ვიღაც პატარა ჯუჯა სახელმწიფოების კავშირი, რომელმაც წამოყო თავი და რაღაცებს იძახიან. ძალიან საფრთხილო სიტუაცია. და არ არის გარკვეული ამერიკა ჩაერთვება თუ არა, ჯერ კიდევ ესეთი მოლოდინის რეჟიმი, იმიტომ რომ გუშინ გააკეთა ტრამპმა განცხადება სხვათა შორის და ჩავერთვები ამაში თუ არ ჩავერთვები ჯერ არ ვიციო, რაღაცა ესეთი ორაზროვანი განცხადება. ხო, ძნელია, ვინაიდან იქ არ არის, ხლა ამერიკული საზოგადოება ის არ არის, ტრამპი მეფე არ არის, ხა იქ ჩაატარეს ისინი რაღაც მანიფესტაციები. გამოშვება დღესაც იყო ნიუ-იორკში და ამის იქ რთული ვითარება, თვითონ მთავრობაშიც არ არის ერთიანი შეხედულება იმაზე, რომ ამ ომში უნდა ჩაერთოს ამერიკის შეერთებული შტატები თუ არა. თქვენ იცით, რომ იქ არის 16 თუ 17 სპეცსამსახური, სადაზვერვო სამსახურები, რომლის გაერთიანებული სამსახურის ხელმძღვანელმა ის ქალბატონი როა თუ შემახსენებთ გორსკარი ლინცი ტულსი გაბარდა თქვა რომ ჩვენი წინასწარი მონაცემებით მათ არ აქვთ ატომური იარაღი და არ აწარმოებენ ამ იარაღს რაზეც ტრამპმა თქვა რომ მე არ ვიციო იმან რა თქვაო ჩვენო ამასო ესე იგი უნდა მოთხოვოთ რომ წავიკითხოთ თქო ჩამოაშორეს ეს ხალე კი ბატონო ხო ანუ ეს ნიშნავს იმას რომ იქ არ არის ეს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი ერთ ვერტიკალზე აწყობილი ხელისუფლება ამერიკაში კონგრესს და სენატს ძალიან რთული დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტთან მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ისინი ერთი პარტიიდან იყვნენ მიუხედავად ამისა ხო იქ არის სასამართლო სისტემა რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია ასევე არის ეს სპეცსამსახურები რომლებიც რაკიღა თქვენს რომ იმას არ აქვს ატომური იარაღი ეს თავის დროზე სადმე ამოჟონავს თუმცა ესენი ამბობენ რომ ექნებოდა ცოტა ხანში ეს რომ არ დაგვეწყდა ექნებოდა არის უკვე რთული გრამატიკული წინადადება რომელიც სხვა გაგრძელებებით შეიძლება თქვენ გახსოვთ ალბათ ერაყში შეჭრამდის სახელმწიფო მდივანი პოლინ კოუელს კონდა ხელში ეჭირა კოლბა იმაში რა ქვია უნოს უშიშროების საბჭოზე გამოიტანა და აი ჩვენ გვაქვს დამამტკიცებელი რომ მათ ბიოლოგიური რაღაც კოლბა ეჭირა შუშის ხელში გახსოვთ ეს ცნობილი სურათი და მან უკვე გადადგომის შემდეგ თქვა რომ არაო ჩვენო საერთოდ ტყუილე შევიჭერითო იქო არანაირი ბიოლოგიური იარაღი არის რომ არ იყო იქ არანაირი ბიოლოგიური ეხლა როდესაც სადაზვერვო სამსახურების გაერთიანებული სადაზვერვო სამსახურები კარგი გაერთიანებული სადაზვერვო სამსახურები შედის ასევე საბაჟო სამსახური და რაღაც ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა რაღაცა მაგრამ იქ ხო არის ლენგლი შიგნით შედის იქ და სხვადასხვა სამხედრო დაზვერვა შიგნით შედის და საგარეო ამ მართლა სპეცსამსახურები რასაც წარმოადგენენ, არა? მათი გაერთიანებული მონაცემების დაყრდნობით იმ ადამიანმა თქვა, რომ არ არის აქ ეს. და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ დღეს რომ მან ნაბიჯი გადადგას, ხო? და თქვას, რომ უნდა შევიდეთ ამ ომში, არა? უკვე დევს ის, რომ იქ არ იყო ეს. წინასწარდებს ეს. და ეს აღარ იქნება, რასაც 2 კვირის, 3 კვირის წინ ამბობდა დონალდ ტრამპი, რომ ეს ომი ბაიდენის ომია და ჩემი ომი არა, ეს უკვე მაგის ომი იქნება. თუ ის რა ქვია, საზღვაო ფეხოსნების შევლენ და სახმელეთო ოპერაციას დაიწყებენ, ჯერ ამის წარმოების პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ინგლისს ნაკლებად აქვს სხვათა შორის. სახმელეთოზე მე როგორც მოვისმინე ექსპერტებისგან ცოტა ნაკლებ სავარაუდოა. ხო, მაგრამ ეხლა ამ რაკეტების სროლაც რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს? ირანი არ არის ის, რომ დაუშვათ ირანი არ არის საქართველო. ადრე არ არის, საკმაოდ დიდი ტერიტორია და გაშლილი. კი ბატონო, მოდით ამ ნაწილში მინდა თქვენი აზრი მოვისმინო, ასევე ძალიან საინტერესო ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი. რთულია ხო, აი ახლა ვითარება, როგორ შეიძლება ეს? ძალიან რთულია, ვინაიდან საქართველოს ძალიან რთულია. მე ხედავ რომ ეს ძალიან რთული საკითხია, ვინაიდან ურთიერთობების გადატვირთვა საერთოდ ორი განსხვავებული მენტალიტეტის ხალხებს და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში ძალიან დიდი როლი ენიჭება საელჩოებს.
საელჩოები არიან ის მოწოდებით და შინაარსით, რომ ორ სახელმწიფოს შორის უნდა იპოვონ რაღაც გარკვეული მისასვლელი გზები. ეს საელჩოები საქართველოს ელჩი არ ყავდა, ნუ ყავს უკვე ელჩი. ეს ძალიან კარგია, რომ ყავს. ის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ძალიან კარგად უძღვებოდა თავის საქმეს. იქნებ მან რამე შეძლოს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იცვლება საქართველოში, ხო? ეს გადატვირთვა საქართველოს ხელისუფლებაში ეხლა არიან ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომლებიც ძირითადად იურიდიული განათლების არიან და სისტემურად აზროვნებენ და აზროვნებენ სტრუქტურულად. ანუ ფიქრობთ, რომ საელჩოების დონეზე უნდა დაიწყოს? უნდა დაიწყოს საელჩოების დონეზე ეს და არ უნდა იყოს ღია წერილებით და რაღაც იმაზე რომ ხო კარდებით და ჩვენი ის რომ აი იმედი გვაქვს რომ დონალდ ტრამპი დიპ სტეიტს დაამარცხებს და მერე ჩვენ იმასთან შევალთ ურთიერთობა. ეს ცოტა წარმოუდგენელი რამეა. სტრუქტურულად დონალდ ტრამპი თვითონ არ არის სტრუქტურიზებული ადამიანი, რომელსაც დაალაგებული გეგმა აქვს, რაღაცებს კითხულობს და უშუალოდ რაღაცა თავისი ჩამოწერილი გეგმა აქვს, საათების მიხედვით მიყვება და ასე. ცოტა სპონტანური ადამიანია. გადაწყვეტილები. ანუ თქვენთვის აი ხელისუფლების ეს მესიჯი, რომ იქ დონალდ ტრამპი დაამარცხებს დიპ სტეიტს და მერე ჩვენც აქ მერე დაალაგდება ყველაფერი, არ მიგაჩნიათ. იცით რა არის? მე ცოტა მაგ საკითხთან დაკავშირებით, ეხლა ეს ჩვენი გადაცემის თემა არ არის და ცოტა სხვა აზრი. მოკლედ გეტყვით რომ რატომ გაქვთ სხვა აზრი? იმიტომ რომ მე სულ ვისმე ხელისუფლებისგან ამას და ყველანი ვისმენთ ამას. მოკლედ გეტყვით იმას, რომ დიპ სტეიტის დამარცხება ესეთი მარტივი არ არის, როგორც დაუშვათ წარმოუდგენიათ ეს ზოგიერთ ჩემ მეგობარსაც კი. დიპ სტეიტი ყოველთვის იყო და ალბათ მომავალშიც იქნება. დიპ სტეიტი საქართველოშიც არსებობს, გერმანიაშიც, ირანშიც, ხო? ირანში ოფიციალურად არის დიპ სტეიტის მულების ისენი რო არის კასტა და ეს დიპ სტეიტი ყველა ქვეყანაშია. საქართველოშიცაა დიპ სტეიტი, რომელიც 90-იან წლებში შეიქმნა, როდესაც გადანაწილდა ის ქონება, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გადმოყვა რა. ეს დიპ სტეიტი არსებობს. ქართული დიპ სტეიტი ქართულია. ქართულ ტრადიციებზეა, მაინც იცავენ ის ადამიანები, ზოგი ქარხნების მეპატრონები არის. რაღაც სხვანაირია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ ის დიპ სტეიტი, რომელიც არის საერთაშორისო სავალუტო ჩრდილოვანი ეკონომიკის, ჩრდილოვანი ფინანსების მეპატრონე და ძალიან დიდ დღის წესრიგს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით, სამხედრო მრეწველობის ის დიდი მაგნატები, რომლებიც არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო, აი მაგალითად ეს გერმანული რაინმეტალი როა, ის 150 მილიარდი ევრო რო გამოიყო, იქიდან ლომის წილი მიაქვს რაინმეტალს გერმანულს, არა? აი ეს ძალები ძალიან რთული დასამარცხებელია და გააჩნია ეს ძალები შენ წინააღმდეგ მოქმედებენ თუ არ მოქმედებენ. თუ შენ წინააღმდეგ მოქმედებენ, უნდა ესე იგი რატომ მოქმედებენ და ასე შემდეგ. ჯობია რომ გვერდი აუარო მათ ბრძოლას. ანუ გასაგებია თქვენი პოზიცია. მოდით კიდევ ერთი თემა ნატოსთან დაკავშირებით მინდა კითხოთ. სამიტი ახლოვდება, ვიცით უკვე რომ საქართველოს არ არის მიწვეული ამ სამიტზე. მანამდე გვიწვევდნენ ყველა წელს, ხო, რაღაც ნატოს კარი ღია იყო, რას ნიშნავს და ეს ღია კარი დღევანდელი გადმოსახედიდან მაინტერესებს თქვენი აზრი და რას ნიშნავს, რომ ჰააგაში დაგეგმილ შეკრებაზე საქართველოს არ იქნება წარმოდგენილი, უკვე ვიცით რომ უკრაინის მიღებაც არ აქვს ნატოს რანაირად მიიღებენ უკრაინას პირდაპირ ეუბნებიან რომ არ მიგიღებთო და ეხა იქ ზელენსკი ჩავა თავის სამხედრო ფორმით თუ რაღაც არჩავა უკვე რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ საქართველოს რა უნდა გააკეთოს ანუ ეს გადაწყვეტილებას ნატოსი რო იქ საქართველოს არ არის მიწვეული სამიტზე სხვა შორს ოპოზიციაში ხელისუფლების ბრალი არის ეხლა ეს ძალიან თქვენ როგორ აღიქვამთ ეხლა რატომ მოხდა წელს ეს ამბავი ბუნებრივია ეს უკვე ამოდის ზედაპირზე ის რომ ეს იყო ტყუილი თავიდანვე ხო თავიდანვე ეს იყო ტყუილი, ეს იყო რამდენი წელია ეს იყო ტყუილი? უკვე რომელი 2008 წლიდან აქ 17 წელია. 17 წელია ტყუილი. თავიდანვე ტყუილი იყო ეგ. როდესაც შევარნაძემ თქვა რომ მე იქ დავაკაკუნებოდა რაღაცა ასე შემდეგ არ იყო ეს სწორი. იქ დაკაკუნება ცოტა ჯერ კიდევ გავიმეორებ ეს ჩვენი გადაცემის დასაწყისში რა ვთქვი, რუკას უნდა დავხედოთ ჩვენ და უნდა ნახოთ. მინდეთ თუ არა ჯეფრი საქსის და ასევე ეხლა მე ჯეფრი საქსი არ ვარ, მაგრამ სადაც საუბრობენ ზუსტად ამ ჯეფრი საქსი, რომელიც ეხლა ძალიან კარგი და საღიაზრით გამოირჩევა, ჯეფრი საქსი იყო აი საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში იმ ეკონომიკური რეფორმების
ტვინი, რომელსაც წარმოებდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მერე პოლონეთში, ბალცეროვიჩი აქ რო ამბობდა, მერე შევარნაძე და რომან გოსერიძე, რომ ბალცეროვიჩი უნდა ჩამოვიყვანოთ აქ მრჩევლად. მაგათ უკან ყველასთან იდგა მისი თეორიები. თუმცა ის ეხმარებოდა, თუმცა ის ცდილობდა რომ დახმარებოდა ამ ქვეყნებს. და არ იყო იმ შოკის მომხრე, რა შოკიც განახორციელეს მერე საბჭოთა კავშირში ერთ დღეში, რომ მთელი ქონება, რაც საბჭოთა კავშირში არსებობდა, გაანულეს. ხო? და ჯეფრი საქსიც და სხვა ის ინტელექტუალებიც, რომლებიც ამ საკითხებს ფხიზელი თვალით უყურებენ და სწორად აანალიზებენ, თავიდანვე იყვნენ ალბათ ამ აზრზე ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე ესეთ აზრი არის, რომ ნატოსთან დაკავშირება საქართველოს მომავლის თავიდანვე იყო შეცდომა. ეს არის ცალსახადო ერთმნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად. მე დამოუკიდებლობის აქტზე ხელი მაქვს მოწერილი და ვერავინ ვერ დამაბრალებს იმას, რომ ეს საქართველოს დამოუკიდებლობა არ მინდა და რუსეთ უმევარ და რაღაც ეგეთ სისულელეს, მაგრამ უნდა იცოდე რეალობა რა არის და რა შეგიძლია რომ განახორციელო. რანაირად მიგვიღებდნენ ჩვენ ნატოში? როგორ უნდა მიგვიღონ ნატოში, როდესაც საზღვარი ჩვენ არა გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობა ჩვენ არა გვაქვს და ნატოს წევრობას აღიქობს როგორც თავის სასიცოცხლო საშიშროებას ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი, რომელსაც აქვს მეორე რაოდენობით ნუკლეარული იარაღი, მასობრივი განადგურების იარაღი, გეუბნება, როგორც კი შეხვალ ნატოში იმ დღეს დაგარტყამ. ხო? და აგერ უკრაინაში ნახეთ, რომ გამკეთებელია მაგისა რა, გადახნეს უკრაინა მთლიანად. რანაირად მიგვიღებენ ჩვენ ნატოში? ვერ მიგვიღებენ უბრალოდ რომ რა იყო მთელი ეს წლები ზღაპარი იყო? მთელი ეს წლები იყო როგორც ჩვევიათ მათ ეს ჩვენთვის ჩვენ მათთვის ვართ ისე როგორც დაუშვათ აი ბავშვები რომ პატარა ჯარისკაცებით რომ თამაშობენ რაღაცებს რომ გადაადგილებენ და გადმოადგილებენ ჩვენ ვიყავით მათთვის ერთ-ერთი პროქსი ქვეყანა ვიღაც ჯეიმს აპატურაი ჩამოდიოდა ხოლმე აქ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ და მისი აქ ჩამოსვლა იყო აი გეგონება მესია ჩამოვიდა რომ აი აპატურაი ეხლა არ მიწვევა საქართველოსი როგორც ოპოზიცია ამბობს რომ ეს ხელისუფლების ბრალია იყო ამისგან გამოწვეული პოლიტიკის ხელისუფლების არა ხელისუფლების პოლიტიკის ხელისუფლება იმუშავა ძალიან პრეციზულად და ძალიან სწორად არანაირი ბრალი ხელისუფლებას იმათ თვითონ არ აქვს თავი იმისი რომ ვინმე მიიღო აქვთ ვინმეს მიღების თავი ერთი ომი აქვს წაგებული უკვე იქ მთელი ნატოს იარაღი რაც იყო მიაყარეს ამ უკრაინაში რა მდგომარეობაა ხედავთ თქვენ ვერ სახმელეთო ოპერაციას ნატო რუსეთს უკრაინაში ვერ უგებს. ვერც რუსეთი ვერ მიდის მარშით ახლა კიევზე წინ, მაგრამ ვერ უგებენ ისინი. ახლა ეს უნდა ვაღიაროთ, ამიტომ ჩვენი იქ არ მიწვევა დაუშვათ იმ ნატოში და ამ კონცერტის დასასრული, რომ აი ნატოს კარი ღიაა და აი რომ მე იქ დავაკაკუნე და კარი გაგვიღეს და დღეს შევალ და ხვალ შევალ 88 წელს ჩემი მეგობარია და დიდ პატივსე მე და ძალიან კარგი კაცია ირაკლი წერეთელი, მაგრამ ირაკლი წერეთელმა რომ თავის პარტიის პროგრამა წაიკითხა და შიგრუ ეწერა ამ პროგრამაში რომ ნატოში უნდა შევიდეთო, ამ პროგრამით ცხოვრებას უნდა დავამთავროთ ჩვენ. ჩვენ ვართ ახლა 21 საუკუნეში და ჩვენ გარშემო ანთია ცეცხლი. რა მიგაჩნიათ აი ესეთი პატარა ქვეყნისთვის თავდაცვის მექანიზმად? როდის შეიძლება რომ ამ უდიდესმა ომმა შეიძლება ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფო შეიწიროს? არ გამორიცხოთ ეგაც. აქ დაუნდობელი ომის სცენაზე ვდგევართ ჩვენ. რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს? ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს თუ ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერევა ირანის წინააღმდეგ ომში და რუსეთი პირდაპირ დაუჭერს ირანს მხარს და გადაწყვეტს რომ რუსეთს და ირანს უნდა კონდეს პირდაპირ სახმელეთო საზღვარი. არ დაერიდებიან არაფერს არც ერთი და არც მეორე. ერთადერთი ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის სამხრივმა თანამშრომლობამ გადაარჩინოს სამხრეთ კავკასიის. რომელიც ახლა იყო თურქეთში საუბარი. ფიქრობთ რომ ეს იყო კარგი ვიზიტი? ეს იყო ძალიან კარგი ვიზიტი და საერთოდ ეს ხაზი არის ძალიან გასამაგრებელი და გასაგრძელებელი, იმიტომ რომ ჩვენ სამივეს თუმცა ყავს მოწინააღმდეგეები რომ არანაირი კავშირი საქართველოსთვის ახლა არ უნდა იყოს მისაღები, თქვენ როგორ უყურებთ ამას? კავშირი რასთან? ნუ რაღაცა სამი ქვეყნის კავშირზე იყო ხო ლაპარაკი, თქვათ აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო და რაღაცა მსგავსი არა ეს არ არის კონფედერაცია ერთი სახელმწიფო. მაგრამ თანამშრომლობაზეა აქ მე საერთოდ ხარს უჭერ იმას რომ ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდეს
თანამშრომლობა ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოსი და იყოს ეს თანამშრომლობა სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით ნეიტრალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ემსახურებოდეს როგორც ჩრდილოეთს და სამხრეთს, ასევე აღმოსავლეთს და დასავლეთ კორიდორებს. ეს შესაძლებელია? ეს შესაძლებელია. თავდაცვის ეს სისტემა იმუშავებს, ფიქრობ? თავდაცვის ეს სისტემა იმუშავებს, იმიტომ რომ მე მაინც მჯერა, რომ სომხეთიც შემოუერთდება სამხრეთ კავკასიის ამ ერთიანობას და ისე აღარ დაიშლება სამხრეთ კავკასიის ერთიანობა, როგორც დაიშალა 1918 წელს, როდესაც ამიერკავკასიის სეიმი დაიშალა, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფოს უკან დგომი, ყველა სამივე სახელმწიფო იყო პროქსი სახელმწიფო. საქართველო იყო გერმანული პროტექტორატის ქვეშ, აზერბაიჯანი თურქული პროტექტორატის ქვეშ და სომხეთი მაშინ მხარს უჭერდა სომხეთს დენიკინის. სხვათა შორის მაშინდელი ეს იმის რა ქვია პარტია, დაშნაკების პარტია იყო დენიკინის მხარდამჭერი და იმიტომ შემოესია საქართველოს. კი ბატონო და ბოლოსკენ მივდივართ აუცილებლად გადმოვინაცვლოთ ახლა ისედაც ჩვენს ქვეყანაზე კი საუბრობდით, მაგრამ მოახლოებელ არჩევნებზე მინდა გკითხოთ გაურკვეველი სტრატეგია ოპოზიციის, რომლის ერთადერთი სტრატეგია ჯერჯერობით არის რაღაცნაირად პროტესტი, კანონის აღსრულება, კანონის დარღვევა პროტესტი და რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, აი რა შეიძლება იყოს ახლა შიდა პოლიტიკური არეულობა, შეიძლება თუ არა ეს არჩევნები იქცეს და პლუს ის რომ ოდირის აი არ მოწვევა ქვეყანაში კიდე გახდა ერთი ევთოოდირი თვითონ არ ამბობდნენ რაღა დროს ევთოოდირია ჩვენო რევოლუციას ვიწყებთ აქო სალომე მათი ის ვინც არის ეს გალი ხო სალომე ხო ამბობდა რაღა დროს ევთოოდირზეა ლაპარაკიო კაცო შენ ქუჩაში გაიხედე თუ რა ხდებაო ეხლა მოუნდათ ევთოოდირი ხო ეს ადგილობრივი არჩევნები ვერ იქნება ტრიგერი რევოლუცია უნდა დაივიწყონ მაგათ საერთოდ თუ მაგათ რამის გაკეთება უნდა ეგენი მათ არ აქვთ ინტელექტუალური ბაზა საიმისო და ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომ რაღაც შექმნან ახალი პოლიტიკური დღისწესრიგი. ისინი მისდევენ გაკვალულ გზას. ჩადიან ისევ ბრიუსელში, იქ ვიღაცა რასა იუკნევიჩიანი ან კაია კალასი ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის და გაურკვეველი პოლიტიკური მომავლის მქონე ადამიანებს რაღაცეებით, ესე იგი მე მიაღწევენ იმას, რომ ისინი დაждდებიან რაღაც რეზოლუციას დაწერენ, მე ამ რეზოლუციას თავიანთ ტელევიზიებში ლაპარაკობენ აქ და თავიანთი მრევლი ხო ყავთ. ტელევიზორს მიჩერებული ხალხი ყავთ, რომ აი დღეს ხვალ დაემხობა ეს ხელისუფლება და ისევ ჩვენ მოვალთ და ისევ ახალაიები და ისევ ვანო მერაბიშვილი და ვიღაცები იპარპაშებენ ამ ქვეყანაში ისე როგორც იყო, არ იქნება ეგრე. ვერ მოახდენენ რევოლუციას. გამორიცხული ადამიანები. არჩევნებს რაც შეეხება, შევლენ არჩევნებში. შევიდნენ არჩევნებში და იქნება 1-2 3-3 ის მაინც გაიყვანონ თითო საკრებულოში, რომ მაგათი ხმა ისმოდეს თუ რამის თქმა უნდათ, რეალური ის კი არა შხამებს უასხამენ ხოლმე მე დარბაზებში პარლამენტში რომ შევიდნენ და ის გოგოები რომ გადავიდნენ. შეეცდებიან რომ აი არჩევნების დროსაც რაღაც არეულობას კონდეს ადგილი, მაგრამ არ უნდა ჩავშალოთ. ისი ჩამშლელია ხოშტარია ერთი რა. ხოშტარია მუშაობს იმაზე, რომ თვის ბოლოს ჩამოერიცხოს მოსკოვიდან ფული. მეტი არაფერი, ისი ჩამშლელია, რანაირად უნდა ჩაშალოს ხოშტარია არჩევნები. მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ალბათ ესეც გამოიკვეთა რაღაცა. მე პირადად მგონია, რომ საქართველოს საგარეო საფრთხეები უფრო მეტია დღეს, ვიდრე ის საფრთხე, რომ ოპოზიციამ აქ რაიმე რევოლუცია მოაწყო. საგარეო საფრთხეები სერიოზულია, იმიტომ რომ ომი ალბათ რევოლუციაზეც არ არის, აღარ არის უკვე საუბარი, რამდენად ახლა არჩევნები როგორ ჩაატარდება და შემდეგ რას იზავს ეს ოპოზიცია. შემდეგ უკვე ვიცით, რასაც იზამენ. ხო, ინგლისის საელჩომ უკვე წინასწარ, როგორც ადრე მაკეინის ინსტიტუტიდან ლორა თორნტონმა დაწერილი გამოაქვეყნა, რა უნდა გაეკეთებინათ არჩევნების შემდეგ, ასე გააკეთა ინგლისის საელჩომ ეხლა წინასწარ. ხო, რო აი ჩვენ იმაზე უკვე წინასწარ ცნობილია რომ რომელსაც მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებით და თუმცა გამოხმაურება იქით ჯერჯერობით არ ყოფილა. ეს ელჩთა თარეში, ეს ელჩის ფეტიში. რო აი ელჩი მოვიდა და უცხოელმა თქვა და რაღაც ხო ეს სნობიზმი, რო აი ელჩი არის რაღაც ზე ადამიანი.
რომ იმის ნათქვამს წყალი არ გავა. ვიცი, არ გახსოვთ ეს ყოველთვის ესე იყო. ელჩები ესწრებოდნენ ყველა ღონისძიებას. მე არ არის სწორი ეს. პარლამენტში მიდიოდნენ. ესა ჩვენ ელჩს პატიჟებს ვინმე იმაში რა ქვია, ინგლისის პარლამენტში? ხო, საინტერესოა რა თქმა უნდა. ინგლისი გავიდა ევროკავშირიდან ბრექსიტით გარეთ აღარ არის ევროკავშირის წევრი და აღარ იცავს ევროკავშირის არანაირ რეგულაციას. თავისუფალია, რასაც უნდა იმას აკეთებს. ხო, ინგლისი და ჩვენ მოგვიწოდებს რომ ხარი დაუჭიროთ ევროპულ საქართველოს ევროკავშირის მომავალს უჭერს ხარს ქვეყანა ქვეყანა უჭერს რომელმაც თვითონ დატოვა ის ევროკავშირი. ხო, მაგრამ მე მგონი ამ ქვეყანას ვფიქრობთ რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, ეს გაცხადებულია რომ ქვეყანა დასავლურ რაღაცა ღირებულებებზე უნდა იყოს და გადავიდეს და ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ ქვეყნის სხვა გამოსავალი არის, ხედავთ დასავლური ღირებულებებიც და აღმოსავლური ღირებულებებიც და ჩრდილოური ღირებულებებიც. ეს ღირებულებები არის ყველაფერი მოგონილი, შექმნილი ადამიანების ეს ღირებულებები არის არავინ არ იცავს ამ ღირებულებებს, არავინ აღარ იცავს არც ვენის კონვენციას, არც ერთი ელჩი საქართველოში და არც ერთი ქვეყნის ხელისუფლება არ იცავს იმ ღირებულებებს, რომელი ქვეყნებსაც წარმოადგენენ ის ელჩები აქ. ჰერჩინსკი, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკება, ის ევროპული ღირებულებები იქნება რამენაირად დაიცვან ევროპაში, რუმინეთს თავზე დაახიეს ორჯერ არჩევნებისეთ. ხო? და იქნებ ის ღირებულებები ჯერ თვითონ დაიცვან და მე ჩვენ გველაპარაკობ. არის თუ არა მათი მხრიდან ფიქრი იმაზე, მაგალითად ბოლო კვლევაზე მინდა კითხოთ, რომ დაცემულია ხო ევროკავშირში ინტეგრაციის მოსურნე საზოგადოების ეს 17%-ით არის საქართველოში, ხო, ბოლო კვლევა რაც გამოქვეყნდა, არ ვიცი, ბევრი ამას უკავშირებს, სწორედ იქიდან მომავალ ესეთ მკვეთრ განცხადებებს, როდესაც ქართული საზოგადოება ამ ნორმალ სტანდარტს ხედავს. იცით რა, მე მგონი რომ ქართველებმა ისწავლეს მესამე თვითყვი კიდე რუკაზე რო დახედონ. ევროკავშირთან საზღვარი არ გვაქვს ეგა. ევროკავშირი არის ევროკავშირთან ვერ შევალთ ჩვენ. ეს არის ტყუილი, ისეთივე ტყუილი, როგორიც იყო ნატოში შესვლა ტყუილი. ხვდები თქვენ. ევროკავშირთან რო ევროკავშირში შესვლა შეგვიძლია მას შემდეგ, თუ როდისმე ევროკავშირი თავის წევრად მიიღებს თურქეთს. და ჩვენ გვექნება უკვე პირდაპირი კავშირი, ეკონომიკური, კულტურული და საზღვრითი კავშირი გვექნება იმ სივრცესთან, რომელშიც იქნება რომელიმე მეზობელი სახელმწიფო. რო ამბობენ, რომ ზღვით გვაქვს ევროკავშირთან ჩვენ საზღვარი, ერთ-ერთი არგუმენტი ეგ არის. ხო და ზღვით იაპონიასაც აქვს კავშირი ევროკავშირთან კაცო. ეს ცოტა ჩვენ უნდა გამოფხიზდეთ, სად ვართ ეხლა რაკეტები დაფრინავენ ჰაერში და ცოტა რეალობას უნდა დაუბრუნდეთ უკან. ევროკავშირი ის კი არის, ეს არის კლუბი საფრანგეთის, გერმანიის დამფუძნებელი ხუთი სახელმწიფოა. ხო, ამ ქვანახშირის და მეტალის საზოგადოების და ისინი ფლობენ იქ საკონტროლო პაკეტს. ისე როგორც გაეროში ხუთი სახელმწიფოა დამფუძნებელი. ხო? ჩვენ ცოტა რეალურ რაღაცებს უნდა ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მეზობლები არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი თუ დამთავრდა იქ ომი, ყაბარდო-ბალკარეთი და ასე შემდეგ რუსეთი, ხო? ჩვენ ამ სივრცეში ვცხოვრობთ უკვე 1000 წელი. არაფრით არ გვინდა ამის გაგება. ხომ არა, გვინდა, ხო და მე ღმერთმა არ ქნას და შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების აი ეს სულ რაღაცნაირად შანტაჟის თემა და გამარტივება რომ შეუწყდეს რომელიმე ქვეყანას, აი ამას როგორ უყურებთ? იცით რა არის ახლა ეს არის სუფთა შანტაჟი და ეს იქნება ძალიან ცუდი თვითონ ევროკავშირისთვის. ვინაიდან საქართველოსთან ახლა პირდაპირ საქართველოს მიიღონ ევროკავშირში, საქართველოს დაემართება იგივე რაც დაემართა სამბალტიისპირეთის ქვეყანას. მოსახლეობის რაოდენობა დაიკლო 30%. ზოგან 40%-იც კი. როცა მოწყდა განსაკუთრებით ახალგაზრდობა, სულ გავიდა ქვეყნიდან, ხო? მიყრუებული ქვეყნებია ისინი. ჩვენთან უვიზო რეჟიმი ჩვენ რას გვაძლევს? უვიზო რეჟიმი გვაძლევს იმას, რომ ქართველები მიდიან ტურისტებად, იქ სამუშაოდ ქართველი ვერ დარჩება. ხო ეგრე ამ უვიზო რეჟიმი. ხო, არა, ამითია, იქ არსებობს რაღაცა დრო. ტურისტებად დადიან ახლა, ჩემი ნაცნობების დადიან. ახლა მე არ მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ადამიანებს უყვართ მოგზაურობა დადიან. ძალიან ბევრი დადის და ეს ძალიან დიდი შეღავათია ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის. ხო, მაგრამ ისინი ხო და ეს არის ცუდი, რომ ესე იგი ფაქტიურად ისინი ჯიან საქართველოს მოსახლეობას იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას არ უნდა რომ იქცეს ინსტრუმენტად და არ უნდა იქცეს ქვეყნად, რომელშიც სადაც შეიძლება გაიმართოს წარმომადგენლობითი ომი, პროქსი ომი, სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორია, ანუ ჩვენი ტერიტორია იქნას გამოყენებული ერთმანეთთან ანგარიშწორების ველად, როგორშიც
გერმანიამ გამოიყენა უკრაინა და ბელორუსია მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელშიც იყენებს ახლა ევროკავშირი და ნატო უკრაინას მეორედ უკვე რა. ხო, ჩვენ არ გვინდა რომ ესე გამოვაყენებინოთ ჩვენ პატარა ერი ვართ, პატარა ქვეყანა გვაქვს ჩვენ და გვინდა რომ შევინარჩუნოთ აქ მშვიდობა, გქონდეს განვითარება და ჩვენმა შვილებმა შეძლონ ამ ქვეყანაში ცხოვრება. თუ ამის გულისთვის ვიჟებით ჩვენ იმათგან, ვინც ჩვენ ვიზები შეიძლება თავისუფალი მოძრაობის საშუალება შეგვიზღუდოს არა ჩვენ ესეთები ბევრი შეუზღუდია ჩვენთვის საუკუნეების განმავლობაში ვიზები კი არა დაპყრობილი ყოფილი ვარ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა დაგვიცავს ჩვენ და დავიცავ ჩვენ ქვეყანას. კარგით, ჩვენ დრო ამოიწურა, მივედით უკვე სრულ საათამდე საინფორმაციო გამოშვება უნდა გავიდეს ეთერში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა. ვიზინა გიორგობიანი იყო დღეს ჩვენი სტუმარი. შეხვდებით მომდევნო ხუთშაბათს, ამავე დღეს, ამავე არხზე. ხვალ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ, რომელსაც ჩვენი მსმენელები ელოდებიან ხოლმე. ასე რომ პარასკევის საღამოს ვაკა გორგილაძესთან ერთად დაელოდეთ ჩვენს გადაცემას. მე გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა.